მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. ორშაბათის ბიუროზე დაგვეწერა დაჩქერებული კანონპროექტი, რომლის განხილვასაც დღეს ვაპირებთ. დავამტკიცოთ დღის წესრიგი. გვაქვს ერთი პაკეტი საქართველოს პარლამენტის წევრების შოთა ბერიკაშვილის, ანტონ ბულაშვილისა და გიორგი პანარონაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოქმნილი კანონპროექტი ტურიზმის შესახებ. საქართველოს კანონშესრულების შეტანის თაობაზე და თანამდებობრივი კანონპროექტი დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონშესრულების შეტანის თაობაზე. დაჩქარებული წესით, როგორც მოგახსენეთ, მოხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი ანტონ ბულაშვილი. გთხოვთ ბატონო. მოგესალმებით, ძვირფასო კოლეგებო, ბატონო თავმჯდომარებ, დიდი მადლობა. პირველი მოსმენით დაჩქარებული წესით წარმოგიდგენთ კანონპროექტებს ტურიზმის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ტურიზმის შესახებ საქართველოს ახალი კანონის მიღებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სექტორში არსებული გამოწვევების სამართლებრივად მოსაწესრიგებლად. თუმცა კანონის პრაქტიკაში განხორციელების პროცესმა გამოავლინა რიგი საკითხები, რომლებიც საჭიროებს დამატებით დახვეწას. აღნიშნული მათ შორის უკავშირდება რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის დარეგულირებას. უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების გაწევას, ტურისტული მომსახურებების სუბიექტების აღრიცხვასა და გადახდის უუნარობისგან დაცვის მექანიზმების ამოქმედებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემუშავდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმად ტურისტული საქმიანობის სუბიექტები მათი აღრიცხვისა და მონაცემების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად დაექვემდებარებიან სავალდებულო რეგისტრაციას ტურიზმის ადმინისტრაციის ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია იქნება ნებაყოფლობით. მოწესრიგდა რისკის შემცველი მომსახურებების გაწევასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ტერმინოლოგია. გადახდის უუნარობისგან დაცვასთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედება, გადავადდება და ნაცვლად 2027 წლის 1 ივნისისა რეგულაციები ამოქმედება 2030 წლის 1 ივნისიდან. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული გიდის და რისკის შემცველი მომსახურებების მიწოდებასთან დაკავშირებით საკითხები დარეგულირდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ახლებურად განისაზღვრა კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული საჯარიმო პუნქტები, რაც ეფუძნება სამართლიანობის, პროპორციულობისა და ეფექტიანობის პრინციპებს. დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი გამომდინარეობს ტურიზმის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. კანონპროექტიდან სავალდებულო დაზღვევის პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე აქტით, რომელზეც კეთდება მითითება შემოთავაზებული ცვლილებებით. შეკითხვები, ბატონი ბეჟან. მოგესალმებით, კოლეგებო. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და სწორედ ჩვენ გიდებს, ქართულ გიდებს, რომლებიც გარკვეულ წლების უკვე რამადა წელია ემსახურებიან საქართველოს, მათაც ჰქონდათ ანალოგური პრეტენზია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უცხოელი გიდი, ეგრეთ წოდებული, რომლებიც შემოდიოდნენ და არასწორად გადაცემდნენ იმ ყველაფერი ისტორიას, რასაც საქართველოს ისტორია რეალობაში არსებობდა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და მე მინდა ამ კანონის მიღება და მე მინდა გკითხოთ, ბატონო ანტონ, ეს ლიცენზირება მოხდება ამ ხალხის, გაივლიან და სპეციალური ლიცენზია იქნება საჭირო თუ ერთჯერადად არ ვიცი, იმიტომ რომ ყველა ალბათ მათ უნდა კონდეს სათანადო ცოდნა, გამოცდილება, რომ ეს გიდობა მათმა განახორციელონ მაღალ დონეზე. ალბათ ასე იქნება და მეორე მიმართულება კიდევ ტურიზმი ეს მარტო გიდებს არ მოიცავს, სხვა მიმართულებებიც არის ტურისტული მომსახურება, რომელიც დღეს ძალიან დიდი შემოსავლებიც აქვს და გარკვეულწილად ამაზედაც არის ყურადღება მისაქცევი, იმიტომ რომ როგორც შემოსვლელი, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან ხშირად ხმარობს, ძალიან ხშირი აქვს კონტაქტი ტურისტულ კომპანიებთან და ამ მიმართულებითაც რაღაც ამ კანონში არის თუ არა გათვალისწინებული ყოველივეს. ლიცენზირება და საერთოდ მოქცევა იმ არეალში, რასაც კანონმდებლობა ჰქვია. ერთ წუთით ბატონ ილიას აქვს შეკითხვა, გთხოვთ. ვეთანხმები ბატონ ბეჟან, ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტია, ეს დასარეგულირებელი მიმართულებაა და აი ცოტა უფრო დეტალურად მინდა
ჩემი განმსახედიდან გაგიზიაროთ. მეც მოსმენილი მაქვს იმ პრობლემების შესახებ, როდესაც მეზობელი ქვეყნებიდან გადმოყავთ ტრანსპორტი და მას აქირავებენ თურმე საქართველოში და ესეთ მომსახურეობას უწევენ, რომლებიც არ არის დარსად დარეგისტრირებული, მაგალითად ჩვენგან მეზობელ ქვეყანაში თუ საკუთარ თავზე არ არის გაფორმებული სატრანსპორტო საშუალება, რამდენიმე საშუალებას ვერ გადაიყვან იქით და ეს აკრძალულია საქართველოსდან გასვლის დროს. მაგრამ ჩვენთან შეუძლია და აქვთ მათ თურმე საშუალება, რომ რამდენიმე სატრანსპორტო საშუალება შემოიყვანონ, რომელსაც მერე აქ აქირავებენ, არსად არ არიან ესენი რეგისტრირებულები და ეს კონკურენციას უწევს ადგილობრივ ამ მიმართულებაში მოღვაწე კომპანიებს და ალბათ ესეც გასათვალისწინებელია, თუ ამ კანონში ჩვენ რაღაცა შესწორება შევიტანთ, ვიფიქროთ ამ მიმართულებითაც, რომ გათვალისწინებული იყოს. დიდი მადლობა. კი, გალბატონო გრეტა გთხოვთ. მოგესალმებით, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის. ბატონო ანტონ თუ შეიძლება რომ უფრო დამიზუსტოთ, ტურისტული საქმიანობა, არიან გიდები, სავალდებულო იქნება მათი რეგისტრაცია და ტურ ოპერატორები და სააგენტოების რეგისტრაციაც თუ იქნება სავალდებულო. მადლობა. შეკითხვები ამოიწურა, გთხოვთ. დიახ, მადლობა, ბატონო თავმჯდომარე, მადლობა კითხვებისთვის. დავიწყებ ბატონი ბეჟანის კითხვით. ბატონო ბეჟა, რაც შეეხება უცხოელ გიდებს, მთლიანობაში ტურისტული მომსახურების გაწევა იყოფა ორ ძირითად მიმართულებად. ერთი არის მაღალი რისკის შემცველი ტურისტული მომსახურება და მეორე არის ჩვეულებრივი ტურისტული გიდი. რაც შეეხება უცხოელების მიერ გაწეულ მომსახურებას, ეს მოგეხსენებათ უკვე რეგულირდება შრომითი მიგრაციის კანონის ფარგლებში, რის საფუძველზეც განისაზღვრა გარკვეული კვოტები. ჩვეულებრივი ტურისტული გიდის ფარგლებში მთავრობის მიერ კვოტა განისაზღვრა 0. ანუ ჩვენი შიდა რესურსი სრულიად აკმაყოფილებს და შესაბამისად ტურისტული გიდი იქნება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, რომელიც რა თქმა უნდა დარეგისტრირდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტურისტული მომსახურების გამწევი სუბიექტების ბაზაში და იქნება რა თქმა უნდა რეგისტრირებული. ხოლო რაც შეეხება რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების გამწევებს, აქ გარკვეული დეფიციტი არის ჩვენი მოქალაქეების ფარგლებში და შესაბამისად კანონის მთავრობის მიერ განისაზღვრა კვოტა 200 ადგილით. ანუ უცხოელი მოქალაქე შეიძლება დასაქმდეს რისკის შემცველ ტურისტულ გამყოლად. რა თქმა უნდა, ეს ექვემდებარება სპეციალურ სერტიფიცირებას, ასევე რეგისტრაციას, იქ შესაბამისი რეგლამენტი, ტექნიკური რეგლამენტი იქნება გაწერილი, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს და რა თქმა უნდა მოხდება მათი გადამზადება. მეორე კითხვა ბატონი ილია. რაც შეეხება ტრანსპორტის გაქირავებას, ამ კანონით ეს არ რეგულირდება, ეს ალბათ უფრო არის სამართალდამცავი ორგანოების გასაკონტროლებელი და შესაბამისად მე მოვინიშნავ და დამატებით ამ პუნქტს დამატებით გავივლით. რაც შეეხება უცხოელ მოქალაქეებს მოგახსენეთ, ხოლო უცხოური ტრანსპორტის შემოყვანა და მისი მერე აქ ადგილზე გაქირავება, რა თქმა უნდა, ეს დამატებით შესწავლას მოითხოვს. ამის შესახებ რა თქმა უნდა გვექნება დამატებითი კონსულტაციები. ეს კანონი ამას არ არეგულირებს. კარბატონო გრეტა, რა თქმა უნდა, ტურისტული საქმიანობის რეესტრი ეს იწარმოებს ტურიზმის ადმინისტრაციაში. შესაბამისად განსაზღვრული, როგორც მოგახსენეთ, არის ორი მიმართულები, ტურისტული გიდი და რისკის შემცველი ტურისტული გიდი. რისკის შემცველი ტურისტული გიდში შედის სამთო, ალპური და სათხილამურო, რაც როგორც მოგახსენეთ, ექვემდებარება დამატებით სერტიფიცირებას. მათი რეგისტრაცია იქნება სავალდებულო. ბატონო? დიახ, სააგენტოების რეგისტრის ოპერატორის კი აუცილებლად ეს იქნება სავალდებულო და რა თქმა უნდა მისი დარღვევა ითვალისწინებს გარკვეულ ჯარიმეს. ასევე ამ კანონით რეგულირდება ჯარიმების დაზუსტება. მანამდე იყო გარკვეული დიაპაზონით, შესაბამისად ამ კანონით დარეგულირდება და იქნება უფრო კონკრეტული თანხები, რაც რა თქმა უნდა ემყარება მეტ სამართლიანობის პრინციპს.
დაზუსტებები ხომ არა გვაქვს? არ არის. კარგი, მაშინ მხარი დაუჭიროთ თქვენი ცნებებით. მხარდაჭერილია წინააღმდეგი არ არის არა. მადლობთ ამით საკითხი ამოიწურა და დიდი მადლობა. გავა სესიას.